ეხლა ჩვენს თვალწინ მოხდება სასწაული. დავიწყოთ. უხაში სალამურს ვაკვრესებ. კიდე გავჭერით, კიდე გავჭერით. არომატულ ბაზას შევქმნით ჩვენი წვნიანისთვის. სალამური და უხა რაშუაში ერთმანეთთან, ამას ვიდეოს მსვლელობის დროს გაიგებთ. ამრავალფეროვნებს ჩვენს წვნიანს. ხავხს თუ დააფიქსირებთ, არ უმატებთ. აი ეს ბულიონი არის პიროვნება. გემოებით, რომელიც არასდროს არ დაგავიწყდებათ. ის იუთუბერი უნდა გამოვიწვიო ჩელენჯში გახურებული. ტოტი არ დაიშალოთ, ეხლა მოვა. გამარჯობა, მოგესალმებით. გაზაფხული ჩემთვის ასოცირდება ცოტა სიგრილესთან, მზესთან და ამ ყველაფერს რა თქმა უნდა უხდება ტერიტორია, სადაც გარეთ ხდება ძირითადი კერძების მომზადება და დღესაც გადავწყვიტე, რომ საოჯახო ერთ-ერთი საინტერესო კერძი მოვამზადო წვნიანი სახით, ეს არის უხა. სხვადასხვა თევზით მზადდება, სხვადასხვა ტრადიციული რეგიონების უხა არსებობს, მაგრამ დღეს ჩვენ მოვამზადებთ ჩვეულებრივად მოზრდილი კალმახი ორაგულით, ანუ კალმახიც არ არის და არც ორაგული არ არის, აი სადღაც შუაში არის, ასე ვთქვათ, 3 და 600 იყო, ესე იგი რომ შევიძირეთ, გამოშიგნა მეთევზემ და დანარჩენი ახლა ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავიწყოთ უხას მომზადება. ჩამოვთვლით თუ რა გვჭირდება უხას მოსამზადებლად. 2 ეტაპად გავყოფთ, ანუ ბულიონის შექმნა გვჭირდება და მერე ძალიან საინტერესო დანამატი ხდება ხოლმე უხაში და ეძახიან ძალიან უცნაურ სახელს მათვის, მაგრამ ჩვენთვის ძალიან ნაცნობ სალამური. აი სალამური და უხა რაშუაში ერთმანეთთან, ამას ვიდეოს მსვლელობის დროს გაიგებთ. ეს არის დანამატი, ასე ვთქვათ, რომელიც უფრო აგემრიელებს და ამრავალფეროვნებს ჩვენს წვნიანს. ესე იგი დაგვჭირდება პირველ რიგში მარილი, სურნელოვანი შავი წიწაკა, დაგვჭირდება. დაგვჭირდება ბულიონისთვის ასევე ნიახურის ბოლქვი, არსებობს ნიახურის ბოლქვი, არსებობს ღერო და არსებობს თვითონ ნიახური. აი ეს არის ნიახურის ბოლქვი, რომელიც ძალიან არომატულია და უამრავ ბულიონის ბაზაში იყენებენ ხოლმე ნიახურის ბოლქვს. ასევე დაგვჭირდება ხახვი, სტაფილო და ნიორი. ნიორი ორ კომპონენტად დაგვჭირდება, ერთი დანამატში და ერთი ბულიონის შექმნაში, ისე სიმბოლურად და ისე უაგრესიო რო იყოს შენ ხარ ჩემი ბატონი. სანამ უშუალოდ რეცეპტის მომზადებაზე გადავალთ, აუცილებლად რითი უნდა დავიწყოთ რეცეპტი? აუცილებლად შავი ლომით. და მე აღფრთოვანებას ვერ მალავ შავი ლომის შავზე. პირველ რიგში ამ ხმაზე. მერე რო ასხავ. აი ნახე როგორ ისხმევა. მე ხო ეგეთი ტრადიცია მაქვს, რომ რასაც ვასხავ ჭიქაში, იმას ბოლომდე ვსვამ. აი ხა შევეცდები, რომ აი ეს ერთ მოხუდებაზე დავლიო. თუ გამოწერილი არ აყავართ, გამოიწერეთ, იმიტომ რომ ამის მერე რა მოხდება არავინ არ იცის. გადასარევია. დავიწყოთ თევზის დამუშავებით. აი აქ უნდა ჩაუჭრათ, თავთან უნდა ჩავჭრათ, გადმოვატრიალოთ. აი ამის ქვეშ უნდა აი ესე მოვათავსოთ დანა, ჩაუჭრათ და ჩავჭრათ. ეს არის ის თავი, რომელიც ჩვენი ბულიონის ძირითადი ბაზაა. ისეთი კარგი მეთევზე გვყავს, რომ ლაყუჩები თავისთვის დაიტოვა. და აქედან გამომდინარე ლაყუჩებზე არ გვიწვალია. შემდეგი ეტაპი გვაქვს როგორი, ნახეთ, უნდა მთავარი ხერხემლის ზედა მხარე მოვნიშნოთ. აი ესე. და დანა უნდა გავაყოლოთ ასეთნაირად. ჩაუჭრათ აქ. ეს დროებით აქ მოვათავსოთ. და ჩვენი პირველი ფილე ზათა. აი ნახეთ. აი ამაზე ვსაუბრობდი, როგორ მარტივად შეგვიძლია გავანთავისუფლოთ თევზი ფილესგან.
თევზი დავამუშავეთ, როგორც მოგახსენეთ, აქ გვაქვს ერთი თავი, ცალკე ნაყიდი თავისი კუდით და ჩვენი მიერ დამუშავებული თევზის თავი და კუდი, რომელსაც ეხლა ვაკეთებთ შემდეგნაირად. გახურებულ კვაფში ვიწყებთ თევზის იმ ნაწილების čaყრას, რომელსაც შემდეგ უბრალოდ კერძში არ გამოვიყენებთ, მაგრამ არომატულ ბაზას შევქმნით ჩვენი წვნიანისთვის. დავიწყოთ. ესე იგი, აქ არის კუდი, აქ არის თავი და ყველაზე მნიშვნელოვანი და თამარი რაც არის, აუცილებლად ეს ყველაფერი ლაყუჩებიდან უნდა გავანთავისუფლოთ. მნიშვნელოვანია. აი აქ ჩაგვივარდა ეხლა ლაყუჩი, რომელიც აუცილებლად უნდა მოვაშოროთ. აი ესე უნდა კარგად დავწვათ. ვერც კი წარმოიდგეთ რა არომატი გაუწვა. ეხლა ნახე რა ვშვებით ვიღებთ ზეითუნის ზეთს. დავამატეთ. და ვიწყებთ კიდე ნელ-ნელა მობრაწვას. აი ეს მობრაწვა არის ყველაზე მთავარი, იმიტომ რომ ის გვაძლევს მთავარ არომატს ჩვენი კერძისთვის. ვიღებთ ერთ თავ ხავს ორად გაჭრილს. ვიღებთ ერთ დიდ სტაფილოს ნახევრად გაჭრილს. ვიღებთ ნიახურის ბოლქს, აი მე მოვაჭერი პატარა და ესე ჩავაგდოთ ნიახურის ბოლქვიც. 1, 3, 4 ცალი ნიორიც გვინდა და ნახეთ კამის ტოტები. ოხრახუშის ტოტები. შავი წიწაკის მარცვლები. სურნელოვანი წიწაკის მარცვლები. ერთი კარგად ამოურიოთ და მთავარი პროცესი დაწყებულია. ეხლა უნდა ველოდოთ უბრალოდ რომ კარგად გასცენ არომატები ის რაც მნიშვნელოვანია ჩვენი წვნიანისთვის. წვნიანი დგას, ანუ ბულიონს ვამზადებთ, პოსტნეული დავკეპეთ, კარტოფილი და ნიახურის ბოლქვი და სტაფილო და ეხლა დრო დადგა იმ соуსის დანამატის, რომელზედაც ჩვენ ვისაუბრეთ, რომელსაც სალამური ქვია. ესე იგი, ვიწყებთ პომიდორით. გავჭერით პომიდორი, გავჭერით პომიდორი, გავჭერით პომიდორი. კიდე გავჭერით. კიდე გავჭერით, კიდე გავჭერით, კიდე გავჭერით, კიდე გავჭერით. და ეს აღარ გვჭირდება. ამას ასვშებით. ვაგდებთ ურნაში. აი ესე წვრილად უნდა დავკეპოთ. შეგიძლია წინასწარ კანი გააძროთ, მე მაგალითად არ ვაძრობ და შემიძლია თავისუფლად აი ესე დავკეპო. თუ თქვენ გინდათ რომ კანი არ შეგხვდეთ, მაშინ თავისუფლად შეგიძლიათ კანი გააძროთ. შეგიძლიათ ეს ყველაფერი გახეხოთ სახეხზეც, ანუ სრული თავისუფლება გაქვთ, თავარია მიიღოთ ის შედეგი, რასაც სულ ცოტა ხანში მივიღებთ. გემრიელი დანამატისა, რომელსაც სალამურს ეძახიან. ვარე, იმ ხაში სალამურს ვაკვნესებ. და არის მაგალითად უხაში სალამურს ვაკვნესებ. პომიდორი დავკეპეთ, ნიორიც ესე გავაკეთოთ. სალამური მოვამზადეთ. ვიდეოში თქვენ ნახეთ როგორ დაიკეპა პოსტნეული. ეხლა მნიშვნელოვანია რომ ჩვენს სალამურს მივცეთ ცოტა სიმჟავ.
სიმჟავე შეგიძლია ორი პრინციპით მიცეთ, ან დაბალპროცენტიანი ძმრით, ან ლიმონი ან ლაიმით. მე მიყვარს ძმარი, როდესაც დომინირებს და აქედან გამომდინარე დავამატებთ უბრალოდ ძმარს. ეს არის დაახლოებით 70 გრამი მაქსიმუმ. ერთი კარგად ამოურიოთ და შემდეგ აი ესე მივდგათ დროებით გვერდზე. ეხლა რა არის თავარი? ბულიონი ძალიან ფაქიზად უნდა გადავწუროთ. ეხლა თქვენს კადრში ნახავთ თუ რამდენი რბილობი დაგვრჩება თევზის, რომელიც ფხას გაყვა, ხერხემალს გაყვა და აქედან გამომდინარე მუცელსაც მათ შორის და მნიშვნელოვანია რომ ისინი შევინარჩუნოთ და ჩავაბრუნოთ თავიდან ჩვენს ქვაბში. ქვაბს უბრალოდ მოვავლოთ წყალი, მოვათავსოთ ეხა უკვე ზეითუნის ზეთი. ბოლქვი, ნიახურის სტაფილო. ხავს თუ დააფიქსირებთ, არ უმატებთ, მხოლოდ და მხოლოდ ცოცხლად ვამატებთ სალამურში და ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. ტემპერატურა გავზარდოთ მაქსიმუმამდე, რომ დაუბეჭდოთ ბოსტნეული. როგორც თევზი დაუბეჭდეთ თავიდან, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბოსტნეულიც დაუბეჭდოთ. კარტოფილს ძალიან უყვარს, როდესაც მარილს ვაძლევთ ხოლმე, იმიტომ რომ არ ბილებს და მარილი მივცეთ. ბევრი არა, იმიტომ რომ თავიდან მნიშვნელოვანია, რომ თავისი არომატები გასცენ, გაიცნონ ერთმანეთი და აი დრო დადგა ის თევზი, რომელიც ფილე ამოვიყვანეთ თევზიდან, ისიც ჩავამატოთ ჩვენს ბოსტნეულის, ასე ვთქვათ, რაგუში. აი ბებიები რო ცრიან ხოლმე ღერღილს. აი დაახლოებით ესე გავცერით ჩვენი თევზის კარკასს. აი ეს ბულიონი არის პიროვნება. ადამიანი, რომელიც გაჯერებული არის იმ გემოებით, რომელიც არასდროს არ დაგავიწყდებათ. აი ნახეთ ბოსტნეულმაც როგორი ცვალა ფერი და ის პროცესი დაიწყო, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და თავისუფლად უკვე შეგვიძლია ბულიონიც დავუმატოთ. ერთიც კარგად ამოურიოთ, კარგად წამოდუღდება თუ არა, ავტომატურად ტემპერატურას ცოტა უნდა დაუწიოთ. ესე იგი, სანამ შემდეგ პროცედურაზე გადავალთ, აუცილებლად რა თქმა უნდა დავაგემოვნოთ შავი ლომის შავი. ის იუთუბერი უნდა გამოვიწვიო ჩელენჯი, ლუცრო სვავს ხოლმე და რაღაცეებს ამზადებს. ეხლა კი ჩვენს თვალწინ მოხდება სასწაული. აი სასწაულს ვეძახი აი ამას, აი ეს არის სასწაული. გაჯერებული ცხიმი, მომზადებული ბოსტნეული, არომატული ბულიონი, 100 გრამი არაყი და თუ ბუნებაში ხართ, შემდეგი პროცედურა. არ დაიშალოთ, ეხავე მოვა. გახურებული ტოტი და ჩვენი უხაც მზად არის. რატომ ამატებენ გახურებულ ნახშირს? არ ვიცი, მაგრამ ალბათ ხვდები, იმიტომ რომ ნახშირი ერთგვარი ფილტრაციაა ბულიონის და აქედან გამომდინარე უფრო ალბათ ამისთვის არის დანამატი, მაგრამ მე რამდენჯერაც დავამატე და ვცადე, ძალიან გაამართლა და ძალიან მომეწონა. პირველ რიგში ბოსტნეული და თევზი რა თქმა უნდა, სტაფილოს მოვახვედროთ, იმიტომ რომ ფერისთვის ლამაზია. ეს ამოვიღეთ ესე და სალამური. აი ესე.
ცოტა წვენიც, ცოტა მარილი და წავიდა დაგემოვნება. ეს კარგად უნდა ამოურიოთ, რომ სალამურმა ყველა კომპონენტს მიცეს თავისი გემო. სიტყვებიც კი არ მყოფნის, ისეთი გემრიელი გამოვიდა ჩვენი უხა. რაღა ბევრი გავაგრძელო, ალბათ აქ გამოჩნდება ღილაკი, გააქტიურეთ ზარი, რომ გაიგოთ, როდის დავდეთ ვიდეო, გამომწერები ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩავწეროთ ვიდეოები და თქვენ კიდე გემრიელად უყუროთ და მერე თუ სრული გექნება, რა თქმა უნდა, მოამზადოთ. რა სპონსორი? სპონსორი გჭირდება? თუ გჭირდება სპონსორები, კიდე ცალკე მათ მიმართავ, რომ დაგვიკავშირდით, გამოჩნდით, დააფასეთ შრომა წვალება და თქვენც დაგიფასდებათ თქვენი პროდუქტის სწორად მიწოდება ჩვენი მომხმარებლის თვის. კარგად.